როგორც ყოველთვის დეკემბრის პირველი კვირა ეთმობა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს. ჩვენი საბაზო კინოთეატრი არის ისევ კინოთეატრი ამირანი. ეს ჩვენი სახლია ფაქტიურად, სადაც ყოველ წელს იხსნება თბილისის კინოფესტივალი. წელს ხსნით პიეტრო მარჩელოს ფილმით ფესტივალს. ეს გახლავთ დუზე, ელეონორა დუზეს ცხოვრებას ასახავს ეს ფილმი. თამაშობს მთავარ როლს ძალიან ცნობილი ფრანგი მსახიობი ვალერია ბრუნი-ტედესკი. სამწუხაროდ ის ვერ ჩამოდის, მაგრამ ჩამოდის მუსოლინის როლის შემსრულებელი ვინჩენცო პიროტა, რომელიც ჩვენი სტუმარი იქნება და გახსნას დაესწრება. უნდა ითქვას, რომ ჩვენ ძალიან საინტერესო ფოკუსი გვაქვს წელს იტალიურ კინოზე. არსებობს ესეთი კინოფესტივალი, ფაქტიურად ეს არის ახალი ფილმების იტალიური ახალი ფილმების პრომოუშენისთვის შექმნილი ფესტივალი. უკვე 30 წელზე მეტია რაც ეს ფესტივალი მუშაობს და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში აჩვენებენ იტალიურ კინოს. რა თქმა უნდა, კლასიკასაც და ახალ ნამუშევრებს და ესეთი პროგრამა ჩამოაქვთ წელს ჩვენთან. ჩამოდის რამდენიმე რეჟისორი და აჩვენებთ როგორც მოგახსენებთ დუზეს და კიდევ 5 იტალიურ ფილმს. იტალიის საელჩოს ხელშეწყობით შედგა ეს პროგრამა. უნდა ითქვას, რომ საელჩოები წელს ძალიან პროდუქტიულად მუშაობენ ჩვენთან და ძალიან კარგი პროგრამა გავაკეთეთ სხვადასხვა საელჩოს დახმარებით. მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფო სტრუქტურებმა სამწუხაროდ შეწყვიტეს დაფინანსება და ჩვენ მართლა იძულებულები ვართ, ასე ვთქვათ, მხოლოდ სპონსორების და პარტნიორების მხარდაჭერის იმედზე ვიყოთ. სულად არაორდინალური სიტუაცია შეიქმნა, მაგრამ ამას თავისი მიზეზები აქვს ალბათ. თქვენ აი ფოკუს ქვეყანა იტალია ახსენეთ. როგორ ირჩევთ ხოლმე ფოკუს ქვეყანას? აი როგორ ხდება განსაზღვრა დაუშვათ ამა თუ იმ წელს რომელი ქვეყანა მოექცევა ფოკუსში თავისი კინოთი? ეს ჩვენი ტრადიციაა, რომ რაღაც ქვეყანას ვირჩევთ ხოლმე. ძირითადად ეს არის ევროპული ქვეყნები, მაგრამ ჩვენთან ყოფილა კანადა ფოკუს ქვეყანა, იაპონიაც, მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეორე მხარეს, ანუ არსებობდეს პარტნიორი, რომელიც ჩვენთან ერთად მოინდომებს ამას და ერთად მუშაობთ პროგრამაზე, ვარჩევთ ფილმებს, მიდის აზრების გაცვლა და საბოლოო ჯამში ვღებულობთ ძალიან კარგ წარმატებულ პროგრამას, რომელიც მოიცავს არა მხოლოდ ახალ ნამუშევრებს, არამედ კლასიკასაც, რეტროსპექტივა ხშირად ჩაგვიტარებია, მაგალითად მე მახსენდება რამდენიმე წლის წინ იტალიური ფილმების რეტროსპექტივა, იტალიური პოლიტიკური ფილმები ვაჩვენეთ მაშინ. აი ესეთი თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია და ზოგადად ფესტივალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თავიდანვე ესე იყო ჩაფიქრებული, ეს უნდა ყოფილიყო ევროპული კინოფესტივალი, რომელიც ხელს შეუწყობდა ქართული კინოინდუსტრიის ინტეგრირებას ევროპულ პროცესებში და ეს მართლაც ეს როლი შეასრულა ფესტივალმა მთელი 25 წლის მანძილზე. უნდა ითქვას წარმატებით, იმიტომ რომ თბილისის ფესტივალი ყოველთვის იყო რაღაცა ფორუმი ჩამოსული კინემატოგრაფისტების, სადაც ჩამოსულები ხდებოდნენ ადგილობრივ კინემატოგრაფისტებს, ქართველებს, რომლებიც თავიანთ ბოლო ნამუშევრებს აჩვენებდნენ კინოფესტივალზე, იქნებოდა უამრავი ახალი პროექტი და ეს არის სწორედ ის რაღაცა ქსელური კავშირები, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია დღეისათვის. ამ კავშირების გარეშე ფაქტობრივად წარმოუდგენელია, რომ კინოინდუსტრია მიარსებობს საქართველოში, იმიტომ რომ მოგეხსენება დაფინანსება ძალიან მწირია. ფაქტიურად რასაც კინოცენტრი იძლევა წელიწადში, ეს არის ერთი ფილმის ფული, უნდა ითქვას ეს პირდაპირ და არ არის საკმარისი იმ მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, რომელიც არსებობს ქართულ კინემატოგრაფში. მოგეხსენებათ, ქართველებს ძალიან უყვართ კინო და ძალიან პოპულარულია კიდევ ეს პროფესია. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი წინააღმდეგობა ხდება ჩვენს კინემატოგრაფისტებს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს ბოლო წლებში, კინოცენტრის მხრიდან დაარსებობს ეს ბოიკოტი. ცნობილი ამბავია, რომ 500-ზე მეტი კინემატოგრაფისტი ბოიკოტშია კინოცენტრთან. კინოცენტრთან ბოიკოტი ეს არის ძალიან
მარტივი რამ, იმიტომ რომ რეჟისორებს, პროდიუსერებს, რომლებსაც ჭირდებათ საწყის ეტაპზე დახმარება, აი ამ დახმარებაზე წვდომა არ აქვთ, ფინანსურ დახმარებაზე, ფაქტურად შეიძლება ითქვას, რომ გაჩერებულია კინოინდუსტრია, ისინი ისევ თავიანთი ნიჭის თუ რაღაცა ტალანტის საშუალებით მაინც ახერხებენ რაღაცა თანხების მოპოვებას. კინო ძალიან ძვირადღირებული ხელოვნება, ეს ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნება. საქართველოში საშუალოდ შეიძლება ითქვას, რომ ერთი ფილმის გადაღება მილიონი ლარი ღირს, თუ მეტი არა, გააჩნია ფილმსაც. ამიტომ ამ თანხების მოძიება ძალიან დიდი გამოწვევაა კინემატოგრაფისტებისთვის. თუმცა უნდა ითქვას, რომ მიუხედავად იმისა, რომ დაფინანსება შეუწყვიტეს კინოცენტრმა შეუწყვიტა ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს, რომლებიც ბოიკოტში არიან, მიუხედავად ამისა, ისინი მაინც ახერხებენ ფილმების გადაღებას, მაინც აქვს წარმატება საერთაშორისო ფესტივალებზე და აი ეს ჯერჯერობით წყვეტა არ ყოფილა. თუმცა რა თქმა უნდა შემცირდა საქართველოს ასე ვთქვათ, პრეზენტაცია საერთაშორისო ფესტივალებზე და ფორუმებზე, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ რომ ესეთ პროცესის ასეთი განვითარებას ჩვენ არ მოველოდით. იყო რაღაც გარკვეული აღმავლობა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში და აი ამ პროცესებში კინოინდუსტრიის განვითარებისთვის ძალიან დიდი როლი შეასრულა, როგორც უკვე მოგახსენეთ, კინოფესტივალმაც. და ძალიან სამწუხაროა თუ ფესტივალი გაქრება, იმიტომ რომ მართლა არა მარტო კინემატოგრაფისტები და პროფესიონალები ელოდებიან ხოლმე ამ ფესტივალს ყოველ წელს, არამედ ჩვენი მაყურებელი, რომელსაც უყვარს კინო, რომელსაც აინტერესებს რა ხდება ევროპულ კინემატოგრაფში. მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომერციული კინოთეატრები ძირითადად აჩვენებენ ამერიკულ ფილმებს და ნაკლები წვდომა აქვს ჩვენს მაყურებელს ევროპულ ფილმებზე, მაშინ როცა ევროპაში ძალიან საინტერესო ნამუშევრები იქმნება და ჩვენი ერთ-ერთი მიზანი სწორედ ეს იყო, რომ ევროპული კინო და არა მარტო ევროპული, მსოფლიო კინემატოგრაფი უფრო გახადოს ასე ვთქვათ, ნაცნობი ჩვენი მაყურებლისთვის. ასევე უნდა ითქვას, რომ ჩვენ წელს ძალიან დიდი დახმარება გვაქვს ევროკავშირის მხრიდან, ევროკავშირი და წელს ჩაერთო ასევე გაეროს ადამიანის უფლებების პროგრამა. ბოლო წლებში ჩვენ მქონდა 2 ჯილდო დაწესებული ადამიანის უფლებების თემატიკის ასახვისთვის, საუკეთესო ასახვისთვის კინოში. ეს არის 2 პრიზი, რომელსაც გასცემს ხოლმე ევროკავშირი, მუშაობს ჩვენთან ჟიური. ჯილდო გადაეცემათ ქართულ რეჟისორებს. ერთი იქნება დოკუმენტურ კინოში, ხოლო მეორე მხატვრულ კინოში. ნუ გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციული, რადგან უკვე ვსაუბრობთ პრიზებზე, სექციებზე მოგახსენებთ, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი ტრადიციული ეს ოქროს პრომეთე, რომელიც 4 კატეგორიაში გაიცემა. ეს არის სრულმეტრაჟიანი. საუბარი რა თქმა უნდა ქართულ პანორამაზე. ჩვენ წელს ფინანსების ნაკლებობის გამო ვერ ვატარებთ საერთაშორისო კონკურსს. ასევე გავაუქმეთ ინდუსტრიული დღეები, მასტერკლასები, ვერქშოპები, რომელიც ტრადიციულად ტარდებოდა ჩვენთან. სამწუხაროა ეს ამბავი, მაგრამ ეს არის ჩვენი დღევანდელი რეალობა. სექციებს რაც შეეხება, ჩვენ გვაქვს, აი მოგახსენეთ უკვე, რომ იტალიური კინო იქნება ფოკუსში, გვაქვს დამზადებულია გერმანიაში ესეთი სახელწოდებით გერმანული ფილმების პროგრამა, გარდა ამისა არსებობს ფრანგული კოლექცია, ასე დავარქვით და ყავს ძალიან საინტერესო რეჟისორი შვეიცარიიდან, რეჟისორი ფოკუსში, იქნება ნიკოლა ვადიმოვი, რომელიც პირველად არ სტუმრობს თბილისს, ის წარმოადგენს თავის ტრილოგიას ღაზის შესახებ. ღაზაში მუშაობდა, გადაიღო რამდენიმე ფილმი და აი ეს ფილმები იქნება წარმოდგენილი. დაჯილდოება და დახურვა ფესტივალის გაიმართება შაბათს 6 დეკემბერს, თუმცა მეორე დღეს კიდევ კვირას მთელი დღის განმავლობაში ვაჩვენებთ ფილმებს. უნდა მოგახსენეთ, რომ ფილმების რაოდენობა ზოგადად ძალიან შემცირდა, ფაქტობრივად განახევრდა და ჩვენ
წელს სადღაც 60-ზე ოდნავ მეტი ფილმი გვაქვს. ანუ ეს ძალიან ცოტაა? ეს ცოტაა, რა თქმა უნდა, ჩვენი ფესტივალისთვის, როცა მაშინ 120-130 ფილმს ფაქტობრივად განახევრდა რაოდენობა, ესეც მოგახსენეთ უკვე რა მიზეზით მოხდა. უნდა ითქვას, რომ 22 წლამდე როგორც თბილისის მერია, ისე კულტურის სამინისტრო და ეროვნული კინოცენტრი თანმიმდევრულად აფინანსებდნენ ფესტივალს და ის კი არა ყოველწლიურად იზრდებოდა ფესტივალის დაფინანსება და ყველაზე წარმატებული ფესტივალი ალბათ სადაც 2019 წელს ჩავატარეთ, როცა მართლა საუკეთესო პროგრამა იყო, სტუმრების რაოდენობაც ძალიან დიდი იყო და ინტერესი ქართული კინოსადმი, ქართული კინოინდუსტრიისადმი ძალიან გაიზარდა ბოლო წლებში. ფაქტურად ჩვენი ფილმები ყველა საერთაშორისო ფორუმზე მონაწილეობდა და არა მარტო ფესტივალებზე და ფორუმებზე, არამედ საქართველოს შეეძლო ქართული ფილმების კვირეულები ჩაეტარებინა. ძალიან ტრადიციული ესეთი კვირეული არსებობს ლონდონში, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ იმართება. იქაც ყავს პარტნიორები. ანუ მე იმის თქმა მინდა, რომ ფესტივალი არ არის რაღაც ფუფუნება, რაღაც მხოლოდ გართობა, ეს არის კინოინდუსტრიისთვის აუცილებელი კომპონენტი, რომელმაც უნდა იმუშაოს იმ თვალსაზრისით, რომ გააცნოს საზღვარგარეთის მაყურებელს და მთელ მსოფლიო კინოსამყაროს ქართული კინო, დაინტერესოს ქართული კინოინდუსტრიით და ხელი შეუწყოს, ბიძგი მიცეს, რა თქმა უნდა, გარკვეულ პროცესებს იმისათვის, რომ ჩვენთან გადაიღონ ფილმები და შემდეგ ეს ამ ფილმების დისტრიბუცია მოხდეს მსოფლიო არენაზე. ბატონო გაგა, რომ შევაჯამოთ ეს განვლილი 25 წელი ფესტივალისთვის. რა შეცვალა მან როგორც საქართველოში, ისე საქართველოს სახელის გატანის თვალსაზრისით უცხოეთში? იცით რა, აქ არა მხოლოდ ფესტივალი იყო, რამდენიმე ძალიან დადებითი პროცესი დაიწყო და მოხდა ამ საუკუნის დასაწყისში, მაშინ როცა მიიღეს ახალი კანონი კინოს შესახებ, ეს იყო მე მგონი 2000 წელს, ბატონი ელდარ შენგელაია ხელმძღვანელობდა მაშინ ამ პროცესს, როცა ფაქტობრივად ცენტრალიზებული სისტემა დასრულდა და გაჩნდა პატარა კინო წარმოების ოფისები, სტუდიები, ხო, სტუდიებს ვეძახოდით ადრე და ბევრი სტუდია ძალიან განვითარდა და საკუთარი ტექნიკური შესაძლებლობებიც აქვს. სადაც 50-ზე მეტი ესეთი საპროდიუსერო კომპანია არსებობს, რომლებიც ქმნიან ფილმებს და მოგეხსენებათ, რომ არა მხოლოდ მხატვრული და დოკუმენტური, არამედ ანიმაციაც იქმნება საქართველოში, ძალიან საინტერესო. აი ეს პროცესები, გარდა ამისა ინსტიტუციური მუშაობა კინოცენტრის მაშინ დაიწყო სწორედ 2001 წელს ჩამოყალიბდა კინოცენტრი და აი კინოცენტრმა და სახელმწიფო თანხების მობილიზება და უნდა ითქვას, რომ ეს მოხდა 2003 წლის მერე ვარდების რევოლუციის შემდეგ, როცა სახელმწიფომ მართლა დაიწყო დაფინანსება საკმაოდ მძლავრად ამ სფეროსი და მაშინვე არ დააყოვნა, ესე იგი შედეგებმა, როცა უკვე ქართული კინო მართლა დაუბრუნდა მსოფლიო ასპარეზს და შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი წარმატებით. ერთ-ერთი პირველი ფილმი მე მახსოვს, რომ კანის ფესტივალზე გავიდა, მაშინ იყო ლევან ზაქარიაშვილის მხატვრული ფილმი და ეს იყო გარკვეულწილად ეს 2005 წელი იყო, როცა ქართული კინო ისევ შეეცადა, თქვათ, ძველი დიდების დაბრუნებას და ეს მოხდა კიდეც მთელი ბოლო წლების განმავლობაში და აი ეს არ უნდა ჩაკვდეს ეს პროცესი, სამწუხაროდ ჩვენ ხედავთ სრულად საპირისპირო მოვლენებს, როცა სახელმწიფოს მხრიდან ხელი არ ეწყობა ამ პროცესს პირიქით გარკვეული ბარიერების შექმნა ხდება და მე აუცილებლად უნდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მინდა სოლიდარობა გამოთქვა განსაკუთრებით ანდრო ჭეჭინაძის მიმართ და ყველა სინდისის პატიმრის მიმართ, რომლებიც უდანაშაულოდ შედან დღეს ციხეში. ძალიან სამწუხარო ამბავია. მე მახსოვს, რომ როცა ანდრო დააპატიმრეს, ევროპის კინოაკადემია, რომლის წევრი მეც ვარ, გამოთქვა მხარდაჭერა, ის ევროპის კინოაკადემიის წევრია, მიწვეულია თვალჩუქ 17 იანვარს ტარდება ბერლინში დაჯილდოება, მიწვეულია ბერლინში, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მანამდე
მოხდება და დადებითი ამბავი და ანდრო გამოვა და არა მარტო ანდრო, როცა მთელი რიგი ჩვენი კულტურის მოღვაწეებისა საპატიმროში არიან, ძალიან რთულია არ გამოხატო მათ მიმართ მხარდაჭერა და სოლიდარობა.